გამარჯობა. გამარჯობა. თამილა. აკაკი. თოთ. დიდი მადლობა. გისმენთ, რასთან დაკავშირებით გინდოდათ ჩემთან შეხვედრა? მაინტერესებს რამდენმა ქალმა იმშობიარა თქვენს კლინიკაში 4 დღის წინ. კიდევ მაინტერესებს რამდენმა გაიარა კონსულტაცია ბოლოს 3 თვის განმავლობაში და მათ შეხომარ იყვნენ ისეთები, რომლებსაც 4 დღის წინ იმშობიერათ. ეს ცოტა რთული საკითხია, იმიტომ რომ ჩვენს კლინიკაში ძალიან ბევრი მშობიარობს, ბევრი გადის კონსულტაციას. ამიტომ აი ასე ზეპირად ვერ გეტყვით. მეთქამეთ მადროვით. დარეჯან ძვირფასო. ბოლო 3 თვის მთელი მონაცემები, ჟურნალები, კარტოტეკა ყველაფერი შემოიტანა. ბატონო ილია, ჩაის აყავას ხომ არ მიირთმევთ? აკაკი მქვია მე. და ნუ შეწახდებით ხალბატონო, დიდი მადლობა. გასვათ. და რაში გაინტერესებთ ეს ყველაფერი მოხდა რამე? ამდენად ახალშობილის ხელი ვიპოვნეთ. ჩვილი სავარაუდოდ საკუთარმა დედამ ჩაარდო ნაგვის ბუნკერში. ბატონო აკაკი, სამწუხაროდ ასეთი შემთხვევები იშვიათი არ არის. სამწუხაროდ. ამის მიზეზი სოციალური ფონია და არასასურველი ნაყოფის მოშორების სურვილი. მაგრამ უნდა მოგახსენოთ, რომ ჩვენს კლინიკაში ასეთი შემთხვევები გამორიცხულია. რატომ? ჯერ ისეთი საკმაოდ ძვირადღირებული კლინიკა და გუფულოდ არავის არ ემსახურებია. მეორეც კიდევ აქ შემთხვევითი ადამიანის მოხვედრა აბსოლუტურად გამორიცხული. გასაგებია. მადლობა კიდევ. მაშინ ჩაის დავლევთ თუ არ შეგაწუხებთ? დარეჯან ჩაი ლიმონით და რომით? არა, რომი არ არის საჭირო. ჩაი ლიმონით ბატონ აკაკის. ჩაი ლიმონით ბატონ აკაკის. თუ მე вас მოცემ.
მოგესალმებით. დღეს ვიმყოფებით მარჯანიშვილის თეატრში. უბრალოდ კონკრეტულად მარჯანიშვილის თეატრის მუზეუმში, რომელიც არის ძალიან, ასე ვთქვათ, ისტორიული დატვირთვა აქვს ამ მუზეუმს. თითქმის მუზეუმის ყველა წელი, ყველა მსახიობი აქ ცხოვრობს, ასე მინდა ვთქვა. და დღეს პატივი მერგო და მადლობა პირველ რიგში ქალბატონ ლიკა ქობულაძეს, რომელმაც მომცა შანსი და ამოსულიყავი ამ ისტორიულ ადგილას და გამეკეთებინა გადაცემა ხალხის პირისპირ და ამ ეპიზოდში დღეს ჩემთან სტუმრად იქნება, უბრალოდ ჩვენ ვიქნებით სტუმრად ამჯერად ქალბატონ ლიკასთან და მოვისმენთ ყველაფერს ამ თეატრის შესახებ და არა მარტო. ჯობს დავიწყოთ. მოგესალმებით, ძვირფასო Facebook და YouTube მაყურებლებო. ასე ვთქვათ, ეთერშია პოდკასტი ხალხის პირისპირ და დღეს ჩვენ სტუმრად ვიმყოფებით მარჯანიშვილის თეატრის მუზეუმში, ამ შესანიშნავ ადგილას. და სტუმრად ყავს უმშვენიერესი, ულამაზესი, მზისებრი ქალბატონი ლიკა ქობულაძე. მოგესალმებით ქალბატონო ლიკა. ძალიან დიდი მადლობა რომ დღეს დავთანხმდით და გამონახეთ დრო და ჩვენ გესტუმრეთ და თქვენს მესტუმრეთ გადაცემაში. ასე ვიტყოდი. და მინდა შევეხო პირველ თემას ეს გახლავთ, რაც წეგან წავიკითხე და რაც გადაცემას დღეს დავაყენე, მზისებრი ქალი. საიდან და როგორ წარმოიშვა იდეა, რომ ასე ვთქვათ, მზისებრი ქალი ყოფილიყავით, ასე ვთქვათ. გივისი ხარულიძე საიდან? ხო, გივისი ხარულიძეს ბატონი გივისი ხარულიძე არის ჩემი დიდი ხნის ახლობელი, ჩემი მეზობელი უბნელი. და მოვდივართ ესე შემოქმედებითი ეს გადაკვეთა ქონდა რამდენჯერმე ესე ტელე ჩაწერების დროს, მაგრამ მოსყავს არაჩვეულებრივი შვილები. ერთ-ერთი ჰოლივუდში მოღვაწეობს და ჰოლივუდიდან ორჯერ ჩამოვიდა, ორჯერ გადაიღო ფილმი მე ვიტყოდი შესანიშნავი, ორივე მე სხვა გზა არ მაქვს, ასე უნდა ვთქვა, იმიტომ რომ არაერთი პრემია, არაერთი ჯილდო მიიღო ფილმმა. ერთმაც და მეორემაც და ამიტომ თავისუფლებას ვაძლევ შევაფასო. მსოფლიოში არაერთ ფესტივალზე გამარჯვებულ ფილმებში გადამიღო მთავარ როლში და როლში. ორივე ფილმში დავაკავა რადიკალურად სხვადასხვა პიროვნებები ვითამაშე, თუ ზნით, თუ გარეგნობით, თუ სოფხედველობით და თუ სოციალური მდგომარეობით. და ამან მე და ბატონი გივი კიდევ უფრო მეტად დაგვაახლოვა. და შემომთავაზა შენზე დავწერ რაიმეს წიგნად ვაქცევ შენს ბიოგრაფიას, ნოველებს შევქმნი. მოგეხსენებათ გივისი ხარულიძე ძალიან კარგ ნოველებს წერს. ტექსტებს, ნოველებს, მოთხრობებს. და ოჯახის წევრებმაც მითხრეს რომ რა თქმა უნდა დათანხმდე იქ ნანა ფაჩურაშვილმა ქალბატონმა ჩვენმა დიდმა სცენის დედოფალმა მივენდებეც და როგორც მეუბნებიან შედგა არაჩვეულებრივი წიგნი რამე თუ ამ წიგნში გივისი ხარულიძის ხელწერა ჩემი ცხოვრება ნოველებად როგორც მოგახსენეთ ქცეულია ამ წიგნს რედაქტორობს ქალბატონი ნინო რეხვიაშვილი მანანა კარტოზიასაც თავისი წვლილი აქვს და ჩემ რეჟისორებს ვისთანაც მიმუშავე თეატრსოდნებს, კოლეგებს, მეგობრებს და ქალბატონ რუსუდან ფეტვიაშვილს, რომელიც ჩემმა უახლოვესმა მაყალაკონაშვილმა დიდმა პოეტმა და პიროვნებამ გამაცნო და დამაახლოვა პირადად. ეს ყველაფერი ერთად
ხილეთ თქვენ და მკითხველმა. მადლობა ყველას. ოჯახის წევრებიდან დაწყებული ჩემ უახლოეს მეგობრებს, დამთავრებულს მარჯანიშვილის თეატრიდან. აქ იყო, რა თქმა უნდა, წიგნის პრეზენტაცია. ძალიან ბევრი მარჯანიშვილელი არის წიგნში. თავისი წერილით თემურ ჩხეიძე, ჩემი პედაგოგი, რაც გარდაცვლილი, განსვენებული. ჭოლა ჯვარიწერია და 100 წელი კიდევ მოღვაწეებს დოი, ჩემი ერის სასიკეთოთა და ჩარკვიანი, მიშო და ბევრი ადამიანი, ძიმა, ღვთისმოშიშვილი, რომ გამომრჩეს ვინმე არ იქნება გასაკვირი. ძალიან ბევრი პროფესიონალი არის წიგნში, რომელიც ჩემზე საუბრობს. პროფესიონალის წერილებია დატანებული. მაგრამ იდეა იყო გივი სიხარულიც. გუშინდელ სპექტაკლზე მინდა დაგიცოთ ერთი კითხვა, თუ არ მიწყენთ. ეს არის ინციდენტი მეტროში. სადაც ძალიან ცნობილ, ასე ვთქვათ, ახალგაზრდა და როგორ თქვა, არ ვიცი, ახალგაზრდა და პროფესიონალ მსახიობებთან გიწევთ დგომა, კი. და თამაში. ეს შედგა მარჯანიშვილის თეატრის დიდ სცენაზე. ეს სპექტაკლი ინციდენტი მეტროში. მათ შორის არიან ზაზა სალია, გიორგი ხურცილავა, მსახიობებში, ჯაბა კილაძე და სხვა ძალიან პაპუაშვილი. პაპუაშვილი. თავარ როლებში არიან. დიახ, და ეს სპექტაკლი არის ნინო ჩეჩილაძე. ჩვენი კატო. ხო, აი, გეუბნები, ყოველთვის ვიღაცა რჩება ხოლმე. და მე გულის ტკივილს იწევს ეს. დიახ, მადლობა შეხსენებით. ამ მსახიობის და არ თუნდაც გამოვჩა მომიტევონ, რა თქმა უნდა. და ეს სპექტაკლი დადგა 2021 წლის 21 დეკემბერს შედგა პრემიერა ამ სპექტაკლის და დადგა ჩვენმა ჭოლამ, ლევან წოლაძემ. აი, რომ მითხრათ, ქალბატონო ლიკა, რა შემდგომარეობს სპექტაკლი და ანუ რა სიუჟეტია შიგნით ამ სპექტაკლის სიღრმეში რა ხდება, რომ 2-20 წუთი ამის. რადგან სპექტაკლს დაესწარით, მაშინ შეგვიძლია ესე დავარჩიოთ თქვენ. დიახ, რა თქმა უნდა. იმიტომ რომ მაყურებელს ვისაც ნანახი არ აქვს, დიახ. ის გამოყვება ახლა. მოისმენს და მე ვფიქრობ, რომ დაინტერესებს ამ სპექტაკლის ნახვა. ბატონმა ლევან წულაძემ ჩვენმა ჭოლა გააკეთა ჩემი აზრით მოდელი ქვეყნის, სადაც ძალადობა იმარჯვებს პრაქტიკულად. თუ ხმა არ ამოიღე ძალადობის წინააღმდეგ, თუ არ აღუდექი ბოროტებას, რა თქმა უნდა გაჯობებს. ეს ზღაპრებშია ბოროტებას ლიაკეთ. რა თქმა უნდა, კეთილის არსება მუდამ გრძელია, მაგრამ ზღაპრები ხომ ბავშვებისთვის არის. ამიტომ უფრო ნაზად არის მოტანილი, უფრო რბილად არის მოტანილი, მაგრამ ცხოვრებაში ეს ძალიან რთული პროცესია. თუ გახსოვთ, შემოდიან ვაგონში, რომელსაც აღარ უწევია არსად გაჩერება. ჩაკეტეს სივრცე. ასე ვთქვათ, ღამის მატარებელი. დიახ, ჩაკეტეს სივრცე. და სათითაოდ ყველაზე ძალადობენ ოღონდ. მიაქცეთ ყურადღება რა აქვს ბატონ ლევანს იქ ლაიტმოტივად ჩადებული, რომ ყველას ისტორია იციან პრაქტიკულად. ანუ ესენი არ არიან ჩვეულებრივი ხულიგნები, ჩვეულებრივი ქუჩის ბიჭები. რატო ვამბობ ახლა ჩვეულებრივი ხულიგანი, ჩვეულებრივი ქუჩის ბიჭი, და ესენი დასაკვრელები არიან თავისი მოღვაწეობით. მე ვამბობ, რომ უფრო მეტად გრძნეულები არიან და უფრო სადღაც თითქოს და ქვესკნელიდან მოვიდნენ და ზესკნელზე ძალადობენ.
და ყველა როგორ ირიდებს, ყველა როგორ მხოლოდ თავს უფრთხილდება და ამით რა ხდება? მე მაყურებელი მეუბნება, თქვენ არ ვიცი ხა რა ორივეს რა შთაბეჭდილება დარჩათ, მაგრამ მამაკაცები მეუნებიან რომ მივეწებებით სკამს. გიკა ვეღარ მიძრებით, რამდენად ცუდად ხდებითო. ნუ აი რას ჩადიან და რას ითმენ. კი, როცა უყურებ, რა თქმა უნდა ეს პროტესტი გაქვს, მაგრამ აი როცა შენზე ძალადობენ, მაშინ უნდა ამოიღო თავის დროზე ხმა. აი ეს ლევანმა გასჭრიდა 21-ში, 20-ში, 22-ში და ასე შემდეგ. ძალადობას, ბოროტებას თავის დროზე უნდა აღუდგეს. ისე დაგჩაგრავს. აუცილებლად თავშივე თუ არ მოაშთე, ის იმდენად ძლიერდება, რომ მერე ხედავთ შეეწირა ადამიანი. გარდამოხსნა რო კეთდება ქრისტეს და რომ გადმომაქვს და ხელზე ვიწვენ. მე ხო ჩვილი ბავშვის პატრონი ვარ და ძალიან ბევრი აზრი და ეპითეტია ჩატებული სპექტაკლში. ძალიან ახალევანია ცულაძე და ამაში გასაკვირი არ არის. თან ისეთი გუნდი შეკრა, ეცით ვიტყვიან ხოლმე სუსტი განაწილება. ქეთი ცხაკაია, რომელიერთი ჩამორთვალო, საოცარი არტისტები სუსტად ასრულებენ იმას, რამაც მაყურებელი უნდა დააფიქროს, დაახონოს და თუ გნებავთ დათრგუნოს. ცოტა ხანი. არა, იფიქრეთ ძალადობას როგორ უნდა გაუკლავდეთ თავში. ქალბატონო ლიკა, მინდა წლებით უკან გადაგისროლოთ თქვენს და ჩემი თავის. როგორ გაიხსენებდით ბავშვობას, თქვენს ბავშვობას, რომელსაც ისეთი მშვენიერი და ლამაზი და მომხიბლავი ვიყავით, როგორც ახლა. აი ნახეთ, მამაკაცმა უნდა გადაგისროლო წლებით იქითო და თავი ბადრე ვიფიქრე რაღაცას ფლობს ისეც, რომ გამაახალგაზრდებს მეთქი და ამ დროს მოგონებებში გადამისროლა. დიახ. ხო, ჩემო კარგო. ამდენად ლაღი იყო ეს ყველაფერი, რა ვიცი, მე რა ვიცი კი არა ვიცი. უფრო სწორედ მე თვითონ ვერ ვიტან ასეთ დაწყებას წინადადებს, რა ვინმე და რა ვიცი. ალბათ პროცენტულად საქართველოში ყოველ შემთხვევაში ძალიან ცოტა ბავშვია, რომელსაც ლაღი ბავშვობა არ ქონდეს გამოვიდა. ჩვენ იმდენად თბილი გენი ვართ, იმდენად ძლიერი გენი ვართ, იმდენად სიკეთისთვის მოწოდებული გენი ვართ, რომ მშობლები ყოველთვის ანებიურებენ, აი თქვენი დედი გვერდ. ყველას ანებიურებენ, მეც ამბობენ, რომ საოცრად განებიურებული, ერთი ცელქი, დაუდგომელი, მოძრავი, სპორტული, მომღერალი, არტისტული ბავშვი ვიყავი. მათემატიკა არ გეხსენებოდი. ფიზიკა, ქიმია, ხდებოდი ცუდად. თავი გიხდებოდი. სიცხე მიწევდა. აი რომ ეთქვათ, აბა ნიკა იღებდა, აბა მიწდებოდა. ცუდად რომ ვიყავი და ვიწევდი. ხო, რა თქმა უნდა. უბედნიერესი ბავშვობა მქონდა ჩემმა მშობლებმა, ყველაფერი გააკეთეს და ჩემმა დებმა. იმისთვის ყველაზე პატარა ვარ, ნაბოლა არას რომ ეძახიან საქართველოში. ყველაფერი, მე ყოფილიყავი ლაღი. რამდენად ლაღი ვარ, არ ვიცი. ამბობენ. იყო თუ არა თქვენი ბავშვობის ოცნება არტისტიზმი? ანუ მსახიობობა. იცით რა, მე ვღებოდი, სულ რაღაცას ვქმნიდი, სულ რაღაცას თამაშობდი. მაგრამ რო იციან ხოლმე, მე ბავშვობიდან ვიცოდი, რომ ეს ეს მომენტი არ იყო. ცურავდი საქართველოს ნაკრებში, სპორტულიც ვიყავი, ექიმების ოჯახიდან ვიყავი. აი ყველაფერი ერთად იყო, ყველაფერი და ჩემებს არც უფიქრიათ, რომ მე წავსულიყავი. ეს ავას ჭარბა დააქვსო, ჩემმა დედიკომ თქვა, მოდი ხა იმეცდინოს, რომ შეიძლება ამანაც ისწავლოს ის საგნები, რასაც სამედიცინოზე აბარებენ. მოხდა ესე.
მოხდა ის, რომ მე ბატონ თემურჩხეიძეს შემახვედრა ბედმა. მონიჭერს და უდიდესად. მე შემეძლია თამამად თქვა, როგორც ჩემს ოჯახში გამიმართლა, რომ ჩემს ოჯახში გავჩნდა. შეიძლება ვიღაცისთვის სხვა ოჯახი უფრო წარმატებული ყოფილიყო, მაგრამ ეხო არის ფსიქოლოგები ყველაფერს ბავშვობაში ეძებენ, ყველა ტრავმას, ყველა. არა, ეს იყო ღმერთს ნამდვილად უყვარდა, იმიტომ რომ ხოხლა მაღალ სიყვარულს ვამბობ ხალხო, მაგრამ ნამდვილად უყვარდა და მადლობა მას ამისთვის. იმიტომ რომ ჩემ ოჯახში გავჩნდი, იმ წრეში ავიხსარდე, სადაც ავიხსარდე, სადაც არის შური, ქიშკი, ტრობა და მოხდი ბატონ თემურჩხეიძესთან 4 წელი, თქვენ იცით ეს რას ნიშნავს? დღეში 2 ჯერ ლექციები დილით, რეპეტიციები საღამოს, ეს 4 წელი რომ ჩვეულებრივი სტუდენტის 8 წლად წარმოიდგინოთ, ხო? 8 წელი იყო ეს. და მერე გარდაიცვალა რუსთაველის თეატრში ინსტიტუტში სწავლის დროს ჩამიყვანა და 3 სპექტაკლში ვიყავი, რა თქმა უნდა მასაში მონაწილეობდი, სტუდენტი ვიყავი და მე და ჩემი ჯგუფელები მასიურ სცენებში ვიყავით ბატონ თემურთან. გადმოვიდა თუ არა მარჯანიშვილში, არც დავფიქრებულ ვარ, არც დავტოვე შტატი, ხელფასი, ყველაფერი დავტოვე და უშტატოდ გადმოვედი აი ამ დიდებულ მარჯანიშვილის თეატრში, იმიტომ რომ აქ იყო ბატონი კაკობაქრაძე და აქ იყო ჩემი ბატონი თემურჩხეიძე. ეს ენი დაუღწერელი ხარ, ამდენიც არ უნდა ვისაუბრო ამ წლებზე. მე თუ არ ვიყავი სპექტაკლში დაკავებული, მე ვიჯექი სხვის რეპეტიციებზე. არტეში, ან აივანზე და ვუყურებდი. არ მინდოდა თეატრიდან გასვლა. მინდოდა ისეთი სულიერება და ატმოსფეროს უფეოდა. მაშინ დაიდგა გრალის მცველი დათვა გულაძე. ცხონებულმა ბატონი აკაკი რა თქმა უნდა ბაქრაძის თაოსნობით დადგა. ბატონმა თემურჩხეიძე აკი აცვა, ჯაყოს ხისნები. მე ახალი გავარსკვლავებული ვიყავი, ისევ ბატონ თემურჩხეიძისგან ეს კუკარაჩა რო გავიდა. არ ვიქნები თავდაბალი, ესე იყო, იმიტომ რომ მაშინ ერთადერთი არხი იყო და იმ არხზე 1 იანვარს და 14 იანვარს რო სპექტაკლს აჩვენებს საქართველოს ტელევიზია და თან ის თემურჩხეიძის დადგმული და გადაღებული იქნება, წარმოიდგინეთ იქ. 2 აზრი არ არსებობს, შენ უპირობო ვარსკვლავი ხარ. და მათამაშა სეილემის პროცესში ტიტულა. აბსოლუტურად 2 განსხვავებული სახე, ინგა და ტიტულა. და ესეთი ბედნიერი დღეები. აქ გოგი თოდაძე იყო. გოგი თოდაძე, მუშაობდი ბატონ გოგი თოდაძესთან. და არტისტებს და იმ თანავარსკვლავებს ვერ გეტყვით, ვერ ჩამოგითვლით. ეხლა ჩემი დათო დოიაშვილის გამომინდა 1-2 სიტყვა გითხრათ. დიახ, ბატონო, გისმენთ. დოი შენ ხარ გმირი, უპირობო გმირი ხარ. შენი თეატრი არის ჩემზე უკეთ მოგეხსენებათ ყველას უწარმატებულესი, მაგრამ რაღაცა წარმატებას კიდევ ერთი 10 საფეხურით მაღლა აუყვა. თქვენ შეძენით შეუძლებელი. მარჯანიშვილის თეატრში, როდესაც მთავარ რეჟისორად ვიყავი, ბატონი ქაიოს კანდელაკი იყო დირექტორი. ძალიან ბევრი სიკეთე შემოუტანე თეატრს. დააწყნარე, დაამშვიდე. რაღაცა თავისებური ეს თეატრის დიასახლისები რო იყვნენ. რაღაცნაირად ისე შინეულად მოეფერე და დააწყნარე ესენიც და სულ სხვა რელსებზე შეაგდე თეატრის
რეპერტუარი. ლევან წულაძეს რომ დავიწყო საუბარი თემურჩხეიძეს იარაღოს ვერ დავამთავრებ. ამიტომ მკითხეთ აგირჩევთ ჩემ რეჟისორებზე მითხას საუბრის დაგრძელებას თუ წასულებზე და თუ ვიც ყავს სოცხლები მეთვა დიდხანს კარგად იმყოფოს მათზე ისმოთ აი ესე გითხავთ არ მეწყინოთ ოღონდ ახლა თუ კიდე რაღაცას არ მიხიმანდრებ უნდა დაგაგდო იქითო და რაღაცა გავიფრაჭე და ოჩები წავიდა რაღაცა სადღაც მაგდებს მე გწადე ახლა მინდა გადმოგიყვანოთ ასე ვიტყვი ტელესერიალ დეტექტივებში სადაც თქვენ შეასრულეთ ქალბატონი თამილას როლი ეს იყო მეორე სეზონის პირველი და მეორე სერია რა კარგად ახსოვს რომელიც გადაიღეს 2012-13 წლებში ლაშა სერიაშვილმა ჩემო მეგობარმა გადაიღო ლაშა მან თამაშობენ ილია ჯიგვაშვილია სცენარის ავტორი უმაგრესი ადამიანი და აქ თამაშობენ დიმიტრი ტატიშვილი ამ თეატრის მსახიობი უძვირფასესი ადამიანი და ქვეყნის პატრიოტი გარდა ნიჭიერებისა ზაზა იაკაშვილი რა თქმა უნდა ასევე ლევან მეგორიშვილი ჩვენი გიორგი თაბაგარი სხვა მრავალი მსახიობები ჩვენი აღავა რა თქმა უნდა გიორგი ჭუმბურიძე და ძალიან ბევრი ადამიანი და თქვენ აქ მეორე სეზონის პირველ და მეორე სერიებში რომელიც არის სერიას ქვია ხატიას პიემშო მან დასრულებთ ქალბატონი თამილას როლს როგორია ქალბატონი თამილა ტელესერიალ დეტექტივებში ქალბატონი თამილა თვითონ სახე ჩემთვის არის ძალიან საინტერესო ძალზედ საინტერესო სახეა იმიტომ რომ იქ ბევრი პლასტია იმ გოგონასთან უნდა იყოს რომელსაც პრაქტიკულად შულს ართმევს და უყიდის ეს ბავშვების გადაყიდვით ვისაც არ უნახავს ხო ორი სიტყვას ვეთქვი თვითონ ხაზზე ეს დეტექტივები ხო იმაზეა რომ ახალ დანაშაულს როგორ აღმოაჩენენ და როგორ განაიარაღებენ ამ ბოროტ მოქმედებს ხო და მე ვარ ბოროტ მოქმედი ჩემზეა პრაქტიკულად რომელიც ბავშვებს კიდის გააქვს საზღვარგარეთ ბავშვები გააქვს სოფშობელს ეუბნება რომ დაიღუპა ბავშვი ეს ხუთიშვილის ეხლა იძიებენ კიდევ ამ საქმეებს ეს კიდევ სამწუხაროდ კიდევ ძიების პროცესში რა არის და გამოუწეველი არ ვიცი მაგრამ ხო და ეს იყო რა იცით თავის დროზე ვანო მერაბიშვილმა გახსნა უკვე ვადაგასული არქივი რომლის უფლებაც აქვს ქვეყანას და გვარები არის შეცვლილი სახელები მაგრამ მომხდარ ფაქტებს უკვე უნიჭერესი ჯიბრაშვილია ჩვენი ლაშა სერიაშვილი დიახ ლაშა ჩვენი უსაყვარლესი სერიაშვილი ამას უკვე მაყურებლამდე მოქონდა და სცენარად ქმნიდა და ვიკითხე თამაშავე დავისწასი ასეთ არა შენებს ხო უნდათ რომ ექიმი გამოსული ექიმის სამშობლო იუთუზეთ მე ასეთი ბოროტი მოკლედ ძალიან საინტერესო სახე იყო სხვათა შორის ბოროტის შექმნა უარყოფითი გმირის არადადებითი გმირის შექმნა უფრო რთული იქ აი ნახეთ მე რა ბოროტი ვარ ნუ უკვე დათავებულია ეგ საქმე ამბობენ რომ ძალიან საინტერესო სახე შექმნა მე ყოველ შემთხვევაში თქვენთან ჩამოთვლილ არტისტებთან თქვენ ვინც ჩამოთვალეთ მე ვინც ჩამოვთვალე საოცრად გამიადვილდა მუშაობა და კმაყოფილი ვიყავი რომ მათ გუნდში ჩავექსოვე მე გავიდა დრო აჩიკო ქავთარაძემ გადამიღო კვლავ ბოროტ ექიმში ყომა
აუ ზურა ბეგალიშვილი თამაში დიახ ძალიან ძლიერი ჩემი უსწავლესი ზურა ბეგალიშვილი რამდენი უნიჭერესი ადამიანი დამაგდა მე არ მიყვარს ცით რაღაც დახონებული სახეცი არული საზოგადოების წინაშე ჩემი ტკივილის გამოტანა თორე მე დავფიქრდები ხოლმე მე ხომ ჩემ წრეში არავინ არ მყოლია არა ნათესავი არა მეუღლე არა მეგობარი მე შევედი აბსოლუტურად უცნობ გარემოში მიშა თუმანიშვილი იყო კომისიის თავმჯდომარე და როგორც მოგახსენეთ ზემოჩხეიძე იყო და თუმცა ალბათ ვერც მოხდებოდი იმდენად უცხო ვიყავი თეატრალური საზოგადოებისთვის აღარ ვიცი რა ვთქვა მართლაც მზისებრი ქალბატონის საუბრის შემდეგ ეს იყო პოდკასტი ხალხის პირისპირ დღევანდელ გადაცემას ვარქმევ მზისებრი ქალი როგორც ვიკა ქუბულაძე ძალიან დიდი მადლობა მოწვევისთვის ამ შესანიშნავ ადგილას შესანიშნავ მუზეუმში სადაც 1-2 თუ შემოვა და მადლობა იმ შანსისთვის რაც თქვენ მადლობა მინდა პირადად თქვენ გადაგიხადოთ და შემდეგ მარჯანიშვილის თეატრის ხელმძღვანელობას რომ დღეს ეს დღე შედგა და ძალიან დიდი მადლობა თქვენ ყველაფრისთვის რასაც თქვენ აკეთებთ საზოგადოებისთვის და მაყურებლისთვის და მადლობა რომ მაყურებელს ესე ძალიან შეაყვარეთ თავი მაინც გადამისვლა მაინც მიგულებშია სხვა გზა არ იყო და მე ეს ჩემი საქმე გავაკეთე ძალიან დიდი მადლობა Facebook და YouTube მაყურებლებო ეს იყო პოდკასტი ხალხის პირისპირ ეპიზოდი არ ვიცი რომელი და ძალიან გთხოვთ ამ შესანიშნავი ქალბატონისთვის და ჩემთვის მოდი ამ გადაცემას ბევრი ლაიქი და subscribe და კომენტარი გაუკეთეთ ძალიან დიდი მადლობა მადლობა ქალბატონიკას დავანელისთვის ნახევარსაათში დაიკიძემოვა პროცედურებზე შემდეგ ქალბატონი ნანო რომელ საათზე მოვა დარეჯენა 2-ზე და ბოლოს ქალბატონი მანანაა ჩაწერილი მანანა რომელზეა ჩაწერილი მანანა 4-ზე დიდი მადლობა დარეჯენა ერთი ჭიქა ჩაი ლიმონით მალე დაამთავრებ გენაცვალე? კი, ქალბატონი თამილა. Oh? What a surprise. How are you? Of course, my darling. Everything is perfect. Everything is just as we planned. Why? Maybe it's not worth it. It's quite a long trip. Plus, you'll get tired. But as I said, everything is just fine and there is no need. Okay, then I can't wait. See you soon. Bye-bye.